შედათ ადამიანს ხუმრობით თითქოს და ხუმრობით მეანიშნებდა ხოლმე იმას რა ელოდებოდა მომავალში. ადამიანები ამას ხუმრობით მიიჩნევდნენ, რომ წინამდეში იყო სიბრძნე წინასწარმეტყველებს, რომელსაც მამა გაბრიელი მიახვედრებდა ხოლმე, როგორ უნდა გადარჩენილიყო წინ და როგორ უნდა ეცხოვრეთ მომავალში და აი ზოგჯერ ხდებოდა ცხოვრებაში, რომ თითქოს მაშინვე არ ყურადღებას არ მიაქცევდი მამა გაბრიელის ნათქვამს, მაგრამ შემდეგში ცხოვრება როცა გადიოდა, ამოტივდებოდა ხოლმე ზუსტად ეს ნათქვამი სიტყვა, როცა შენ ძალიან გჭირდებოდა და მაშინ გადაგარჩენდა ხოლმე მის ნათქვამს, როცა უკვე ზღვარზე იდეგი. ესეთი შემთხვევაც იყო, რომ მამა გაბრიელი ახალგაზრდა გოგო მივიდა და უთხრა, რომ მამა გაბრიელი დამალევინე რამეო და სასმელი ქონა მამა გაბრიელს და მიაწოდა. მაგრამ ცოტა ხანში გამოვარდა და უთხრა, არა, შენ აღარ დალიო, მე რაღაც დავლიო. მართლაც ეს გოგონა გაუკვირდა, მაგრამ მამა გაბრიელი სიძულწეა რა ხასიათებზე კი, მაგრამ ეს რა არისო. მამა გაბრიელი წართა სასმელი და გავიდა რამდენიმე დრო და ეს გოგონა გახდა მიეჩვია მას, ზედმეტად მას მიეჩვია და მაშინ აღმოაჩინდა, რომ თუმცა მამა გაბრიელმა მაშინ მიანიშნა, რომ მას დაეწყებოდა ესეთი სასტიკი ბრძოლა, მაგრამ მამა გაბრიელი გადაჭნა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მამა გაბრიელმა აი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანა და გადაარჩინა და ისე მეც დაუბრუნა. ესეთი სასწაულები ხდებოდა ადამიანებთან ურთიერთობის დროს მამა გაბრიელთან, რომ ისინი თავისთავად აი თითქოს შეხებისას მამა გაბრიელთან ურთიერთობის დროს ისინი თავის მანკიერ მხარებს წარმოაჩენდნენ, მაგრამ შემდეგ ეს თავის მანკიერება ისე იკარგებოდა, რომ თვითონაც ვერ გძნობდნენ, როგორ ქრებოდა ეს ბოროტება მათი გვერდიდან. აი ესეთი საოცრება იყო მამა გაბრიელთან ურთიერთობა.